ძალიან დიდი და ბევრი ემოციები მაქვს სანამ შევალ ახლა და დიდი იმედი მაქვს რომ წარმატებას მივაღწევ და ჩემი ეს შრომა დაფასებული დარჩება. მოგესალმებით შარქებო. გამარჯობა. მე ვარ პოლინა ოდიშარია თბილისიდან. ზოდიაქოთი თევზები და იმედია არ გადამყვავთ. მინდა 21 საუკუნეში ერთ-ერთი გლობალური მნიშვნელობის პრობლემაა ადამიანებისათვის ჯანსაღი პროდუქციის და საკვების ხელმისაწვდომობა მიწის ნაყოფიერების ზრდის ხარჯზე. თუმცა ადამიანებმა იმდენი შხამქიმიკატი შეიტანეს ნიადაგში, რომ სრულიად გამოფიტეს და გაანადგურეს ის. იმისათვის რომ ნიადაგმა აღდგენა დაიწყოს და მოქცეს ჯანსაღი ბიოლოგიურად სუფთა პროდუქცია, ამისათვის აუცილებელია რომ მასში შევიტანოთ ძალიან ბევრი მაკრო და მიკროელემენტების დაბალანსებული სასუქი. რაც სამწუხაროდ და ფაქტობრივად შეუძლებელია მათი სიძვირისა და ტექნიკისა და ლაბორატორიების სიმცირის გამო. სწორედ ამიტომ მამამ მიხეილ ოდიშარიამ, რომელიც იყო ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი, დაუკავშირდა იაპონიაში ინოვაციური ტექნოლოგიის EM, იგივე ეფექტური მიკროორგანიზმების შემქმნელს, პროფესორ მეცნიერ ტერუო ჰიგას და მასთან ერთად აქტიურად დაიწყო უკვე მონაწილეობა საქართველოში EM ტექნოლოგიის დანერგვაზე. EM არის ხსნარის სახით წარმოდგენილი კონცენტრატი, რომელიც შედგება 86 სახეობის ლიდერი სასარგებლო მიკროორგანიზმებისგან. არის ესეთი სახით მოცემული და სრულიად უსაფრთხოა. ის არ შეიცავს გენეტიკურად შეცვლილ მიკროორგანიზმებს, ანუ გენმოდიფიცირებულ მიკროორგანიზმებს და გამოიყენება სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგებში. მემცენარეობაში ეს არის ჩვენი შედეგები, მაგალითად კახეთში საგარეჯოში ჩატარებული როგორი იყო და ორ თვეში როგორი მოსავალი მიიღეს ჩვენი სასუქის გამოყენებით. გამოიყენება მეფრინველეობასა და მეცხოველეობაში, გამოიყენება ეკოლოგიაში. მინდა რომ საკუთარ თავზე ესე წარმოგიდგინოთ ესეთი პატარა ექსპერიმენტი, რომელსაც ვიღებთ გარკვეული რაოდენობით. შეგვიძლია დავამატოთ წყალში, გავხსნათ და როგორც გითხარით, არ შეიცავს გენეტიკურად შეცვლილ მიკროორგანიზმებს და ადამიანის ჯანმრთელობისთვის არის სრულიად უსაფრთხო. მოდალიო გასო. ბრავო. ოჩახ. კარგია. გაგვიმარჯოს, ეს ძალიან ჩემს ორგანიზმში ახლა მხოლოდ კარგს მოიტანს. კუჭნაწლავის მიკროფლორას სრულიად ასუფთავებს, აბალანსებს. მაქვს ჩემი Facebook გვერდი, მყავს მომხმარებელთა პატარა ჯგუფი, თუმცა რესურსების სხვადასხვა რესურსების ნაკლებობის გამო ვერ ვახერხებ იმ შეკვეთების მიწოდებას, საჭირო რაოდენობის, რასაც ვიღებ რეალურად. თუ ბუნებრივად ნიადაგის აღდგენას დაბინძურებულ და განადგურებულ ნიადაგის აღდგენას ესაჭიროება 30 წელიწადი, EM-ის დამსახურებით ეს ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ მაქსიმუმ 3 წელიწადში. პირველი წლიდან უკვე შედეგები სახეზეა, ნათელია. ჩემი ბიზნესის ასამუშავებლად მე საჭიროება 80,000 ლარი 10%-იანი წილის სანაცვლოდ, რითიც მსურს რომ იჯარით ავიღო ფართი, სადაც ერთ სივრცეში მოვაწყობ თანამედროვე აღჭურვილ ლაბორატორიას, მაღაზიასა და ოფისს. ასევე ვაპირებ საიტისა და ონლაინ მაღაზიის გაკეთებას. სხვადასხვა რეგიონებში შევხვდები ფერმერებს და გავაცნობ ჩვენს პროდუქტის უპირატესობებსა და სარგებლიანობის შესახებ და ძალიან მინდა რომ ამას იმედები გავამართლო, მართლა სჯეროდა ჩემი და ძალიან მენდობოდა და იმედია თქვენი დახმარებით მომცემთ საშუალებას ავიხდინო ეს ოცნება და ამ ოცნების განხორციელებით ჯანსაღი გარემო ვაჩუქო ადამიანებს. მადლობა დიდი. დიდი მადლობა. ბრუნვის შესახებ გითხარით, აქამდე რამდენი ქონდათ ბრუნვა, თუ თქვენ ძანეთ რომ ყავთ ხო უკვე მომხმარებლები? ყვაყოფილები არიან, როგორი რეაქცია, ანუ ფიდბექი როგორია მათგან და ასე შემდეგ. თითოეული მომხმარებელი, რომელმაც თუნდაც 1 ლიტრი წაიღო ჩემგან, აბსოლუტურად ყველა დღემდე მომყვება, ყოველ სეზონზე ჩემგან იძენენ ამ პროდუქტს. უკმაყოფილო მომხმარებელი არ მყავს. შედეგების 100%-იან ეფექტურობაზე გარანტიას ვიძლევი. ერთადერთი თუ რაიმე ისე ასწორად არ მოიხმარა თვითონ მომხმარებელმა ეს პროდუქტი, ის არის რომ არაფერი არ შეიცვლება, ანუ არ ავნებს არავითარ შემთხვევაში, თავადაც ნახეთ მე თვითონ დავლიე.
ბრუნვა თვეში დაახლოებით 150-200 ლიტრის რაოდენობით ვყიდიე. თანხაში როგორ გამოიხატება? თანხაში 1 ლიტრის ღირებულებაა 25 ლარი, ესე საცალოდ, მაგრამ რა თქმა უნდა, როდესაც უკვე რაოდენობებზე ლაპარაკი, იქ შეიძლება ვარირება ფასი. რა ტერიტორიაზე მიდის დაუშვათ 25 ლარიანი პროდუქცია? 1 ჰექტარს მთელი სეზონის განმავლობაში გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით სრული დამუშავებით საჭიროა დაახლოებით 15-18 ლიტრი იემი და 1 ლიტრი გააჩნია ცხოველებში, ფრინველებში, მცენარეებში 500 ליტრიდან 2000 ליტრამდე წყალში ზავდება. როგორც გითხარით, ეს არის იაპონური ტექნოლოგია და იაპონელები მოგეხსენებათ ცოტა სხვა საუკუნეში არიან და სხვა ინტერესები აქვთ და იმიტომ შექმნეს ეს პროდუქტი, რომ ნებისმიერ არა მხოლოდ ფერმერს, ვისაც ჰექტრები აქვს, არამედ ნებისმიერ უბრალოდ მშრომელ ადამიანსაც ხელმისაწვდომი იყოს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი. ხო რა სპეციალობის ხარ ხო? მე ეკონომისტი ვარ, მაგრამ ბავშვობიდან იმდენად მიყვარს სოფლის მეურნეობა, რომ მამასთან ერთად მეც ჩავერთე ამ ექსპერიმენტებში სხვადასხვა რეგიონებში, თევზებზეც გვაქვს ექსპერიმენტები მამა დოქტორი იყო რა სპეციალობით? ფიზიკა, მათემატიკა. ფიზიკა, მათემატიკა, ხო? და სულ აწუხებდა ის ფაქტი, რომ ამდენი შხამქიმიკატით გაჯერებული პროდუქცია ბაზარზე და ამდენი დაავადება ხვდება ადამიანებს, რაც ჩვენ დაუნებურად ამ შხამქიმიკატების მხოლოდ 1%-ს იყენებს მცენარე, რაც სჭირდება. დანარჩენი ილექება, წყლის სახით გადის, გრუნტის წყლებში გადის და ისევ ჩვენ ორგანიზმში ხვდება და 120 ქვეყანაშია დანერგილი ეს მეთოდი და ყველგან აპრობირებულია და ყველგან 100%-იანი ეფექტებით მუშაობენ. თქვენ კონკრეტულად რამდენი კვადრატი გჭირდებათ და რა ინგრედიენტები გჭირდებათ? 80.000 ლარი რაში უნდა დახარჯოთ? 70-80 მაქსიმუმ კვადრატი მჭირდება ფართი, სადაც ამ ლაბორატორიას მოვაწყობ. ეს არის სპეციალური ოთახი, თავისი თერმოსტატით, რომელიც სითბურად ზუსტად ერთ ტემპერატურაზე დგას, 70-80 კვადრატი ფართი გჭირდებათ, ხო? კი, სადაც იქნება ლაბორატორიაც, მაღაზიაც და პატარა ოფისიც, სადაც მივიღებ უკვე ფერმერებს, თქმა უნდა. და ვენახზე არ მუშაობს? ყველაფერზე. მე იმდენი ყველაფერზე ექსპერიმენტი, საკალმახეებში ჩავატარეთ ექსპერიმენტი. კაცი გაგიჟებული იყო, ის კალმახი რო ამოდიოდა იმაზე მიწაზე, თავისთვის ეგდო ხოლმე და მე 30 სანტიმეტრზე დაიწყო ხტუნვა, იმდენად ჩანსაღები იყვნენ და ხوار და ხوار ჩვენც ხوار გაგვასინჯეთ თითოის ხوار ჩავატარეთ. მეც ჩავისხავ ერთი და ილია შენ თუ მოგხვდები მოგხვევით რა ჯიგარი ხარ აი ზმობა. დაჟე თუ კიდე ორბაგად ჩავისხევე ორჯერ მივდებით არ მოკვდები. მეგობარია ილია და კიდე ჩავისხე. აი ილია შეხედე ორჯერ მეტი ჩავასხმევ. ეხლა ღვინო რო იყოს ვახტანგურად დავლებით, მაგრამ აი ფათაშარი ცოტა ღვინის გემო ექნება. აბა ჩვენ ენერგიის მომატებას გავუგარდოს. გაიხარე. ჩვენ ბიზნეს გავუმართოს წარმატებას გისურვებთ. აბსოლუტურად, აი მე როგორ იგრძნობთ თავს მითხარით. ძალიან გიყვარს ეს საქმე. საქმეზე ვგიჟდები. აი ჩითილებს სულ ველაპარაკები. 2-3 წლის მერე ახლა ეს ფული რომ მიიღო, რა თანხას იშოვი წელიწად. შენ რაღაც ფინანსებიც გესმის ახლა მეც ახლა რაც მოგისმინეთ. აი დაახლოებით 20